მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნიკროს შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია რამაზ საყვარელიძე, მოგესალმებით. სალამი, ყველასთვის ცნობილი, ფეხი. დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ჩვენთვის. და დღეს შევეხებით მიმდინარე პროცესებს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პროცესებს. პირველ რიგში ყველაზე დიდი სიახლე ეს არის ტრამპის გაპრეზიდენტება. ჩვენ უკვე ვიხილეს, რომ თერიქ საერთაშორისო ორგანიზაციებს, USAID და სხვებს დაფინანსება შეუწყდა და ასევე ვიხილეთ აქამდე არ ნახული, ბევრს არ წარმოვიდგინა, ტერიტორიული პრეტენზიები შეერთებულ შტატების. და უკვე საუბარია მექსიკაში ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე კარტელების წინააღმდეგ, რომელსაც უკვე სტატუსი შეუცვალეს უცვლიან და ტერორისტებად აცხადებენ. რაც უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია აწარმოო. იცვლება სამყარო. მასთან ერთად სწრაფად. მასთან ერთად რაღაცა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც გონია, რომ გუშინდელი დღეა. იმ რეალობაზე აღარ არის რეფლექსია, ყოველ შემთხვევაში აქციების რო ვაკვირდები, რაც მიმდინარეობს სოფლიოში. ეგ რასთანაა დაკავშირებული? ესაა იმასთან დაკავშირებული, რომ ადამიანის გონება ცოტა კონსერვატიულია და სიახლეებს ცოტა გვიან იღებს. თუ ეს არის რაღაც სპეციალური რაღაცა. გინდათ ჩემ პროფესიას მენტალიტეტი შევეხოთ? თუ ეს არის უბრალოდ ეგ ესე დაკვეთა, პოლიტიკური დაკვეთა, თქვენ სხვა თემაზე არ უნდა გააკეთოთ აქცენტი, მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა იაროთ და ეს უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგი. საკითხში დასმაში საკითხისა გეთანხმებით და ჩემი აზრით არის სწორედ მეორე ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ენციკლოპედისტები არ შეხედან ქართულ ოპოზიციურ სპექტრში და არც სახელმწიფოში. ინტელექტის პრობლემა მე მგონი არ არის. პრობლემა არის დამკვეთის არსებობა, რომელსაც ჭირდება აი ეს პროცესი. გვაფიქრებინებს რეაქციები, დღესაც გაისმა ეს რეაქციები. მაღლობელი უნდა გამოუშვათ პლატფორმა გაკეთდა საერთოდ. ოღონდ ლაპარაკი იმაზე რა მოხდა, რატო დაიჭირეს ამაღლობელი. რომ კი, ამ ქალის ტრაგედია უდავოდ არის, მაგრამ იქ პოლიციელის შეურაცხყოფაც ერისთვისაა ტრაგედია. ხო და აი ესეთი ხო შეიძლებოდა, ნუ ეხლა როგორც მაგალითად მე ვამბობ, რომ ტრაგედია ბრალია ადამიანი ამ დღეში გამოუშვათ მიუხედავად იმისა, რომ მან დააშავა. არა, მან დააშავა, მასაც რამეს არ ამბობენ. არ ამბობენ, ხო. და მასეთი ტექსტი, რომ ვინმე რაღაცა დააშავა. ნუ ეხლა ქალბატონ ნატასთან არის ეგ. იქამდე იყო ცეცხლი მაშხალების ცეცხლის ქვეშ ყოფნა. ხო არაფერზე არ არის ის რეაქცია, რომ ოპოზიციის მხარეს რაიმე გადაცდომა არის. მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკაა. და რატო? იმიტომ რომ დასავლეთ ჭირდება დღეს დისკრედიტირებული ხელისუფლება. რატო ხო არ ვიკითხოთ? რატო? და იქაც არ არის კაუნამუსოები Facebook-ში ნახავთ ესეთი ისეთ ხო ყველანაირი შეფასება შეიძლება ვნახოთ. არა, საკმაოდ მარტივი მე მგონი და ართმეტიკამდე დაყვანილი ლოგიკა. საკვანძო ადგილი თუ არის საქართველო, ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების თვალსაზრისით, ამ წერტილის კონტროლი უნდა ამას და პოლიტიკურ პარტიებში, რაც ვახსენებთ, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების დაპირისპირებაში, დემოკრატებს არ უნდათ, რომ ეს კონტროლი კონდეს კონსერვატიულ ძალებს.
მეც ხედავ აი ამ დაპირისპირებაში შიდა ელიტურ ამერიკულ დაპირისპირებას. ამ შიდა ელიტურ დაპირისპირებას. მაგრამ ნუ თუ ესე გეოპოლიტიკურ არეალში ეს შიდა დაპირისპირება ესეთი მნიშვნელოვანია, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საერთო შეერთებული შტატების ინტერესი. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ შემოდის ჩინეთი, რომელიც პირდაპირ კონკურენტია ყველა დარგში, სამეცნიერო, ეკონომიკური, უკვე სამხედრო დარგში და ასე შემდეგ. და დემოგრაფიულს რო არაფერი. და ეხლა რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატია თუ რესპუბლიკა თუ საერთო გეოპოლიტიკური ინტერესი არსებობს ის, რომ რეგიონში არ უნდა იყოს ჩინელი. არ უნდა იყოს ჩინეთი. რა გვაქვს თუ არა სერიოზულ კრიზისთან საქმე, რომ უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა გეოპოლიტიკური საერთო ინტერესი ამერიკისთვის, არამედ შიდა ელიტური დაპირისპირება. კარგით, გადავდგავთ შემდეგ ნაბიჯებს, მაშინ თქვენს ნებართ. თქვენი ესეთი კირკიტა კითხვებით. და მივესალმები მასაც ჩაკირკიტებას. მე ისიც არ ვიცი, გეოპოლიტიკისგან თავისუფალი არის და მარტო პარტიული პოლიტიკა ამ პროცესებში ბაზა თუ გეოპოლიტიკა შეიძლება იყოს. კერძოდ, რატომ? იმაში, რომ ჩინეთი არ შემოვიდეს კავკასიაში, ამერიკაზე უფრო დაინტერესებულია რუსეთი. იმიტომ რომ რუსეთმა ერთ იწვნია ციმბირში ჩინეთის სიახლოვე და ნახევარი ციმბირი ჩინეთმა აცალა, ასე ვთქვათ, რუსეთს ისე რომ რუსეთმა ხმის ამოღება ვერ გაბედა, ჩვენთან სხვანაირია რუსეთი უფრო მორჩილია და ეხლა კავკასიაში რომ შემოვიდეს, აქ რუსეთს გარანტია რომ ჩინეთი ჩრდილო კავკასიას არ მიაყოლებს. ნუ ეკონომიკური ფაქტორი ერთია. სამხედრო ჯერჯერობით სამხედრო პოტენციალი, ის რომ ჩინეთმა აქ რეგიონში რაღაცა შეცვალოს. რუსეთს ერთი კოზირი აქვს. ცხინვალში სამხედრო ბაზა. ეს სერიოზული კოზირია. რომელსაც ვერ გამოიყენებს ჩინეთთან ურთიერთობაში. რა სამხედრო პოტენციალი ციმბირის დასაცავი არ ქონდა? ხო არ დაიცვა. ნუ ეკონომიკური ათვისება მედის კი ციმბირის ეკონომიკური და დემოგრაფიული. ივანოვის გვარით უშვებენ და უშვებენ თვალწვრილ მონღოლოიდურ იერის ხალხს. მაგრამ არ იყენებს რუსეთი იარაღს. იმიტომ რომ ეშინია, რომ იარაღის გამოყენების შემთხვევაში ჩინეთმა ისევ და ისევ დემოგრაფიას, თავის იარაღის და ეკონომიკას ერთდროულად რუსეთს შეიძლება მიაყაროს. ამის გამძლები რუსეთი არ არის. ხო, არა, ყველა აღიქვავს რუსეთს მაინც როგორც kingmakers, ანუ იმას, ვინც გადაცემს რომელიმე მხარეს მეფობას. თუ ის ტრამპის პოლიტიკა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ რუსეთი აქციებს გარკვეულწილად მოკავშირე დათმობების ხარჯზე არ არის გამორიცხული ჩინეთის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ შევჩერდით ევროპასთან. გვაქვს გარანტია იმისა, რომ მით უმეტეს ამერიკაზე გაბრაზებული ევროპა არ იმოქმედებს რუსეთის სასარგებლოდ კავკასიაში. ჯერჯერობით ეს ელიტა არსებული ელიტას არ აქვს ამის რესურსი. ეხლა ვინც არიან ევროპა პარლამენტში, იმიტომ რომ პრაქტიკულად ისინი ისეთ კონფრონტაციაზე ჩაერთნენ ევროპას რუსეთთან, რომლისგან გამოსვლაც საკმაოდ რთულია. ამერიკას ამის ფუფუნება აქვს. ევროპელებს რამდენად აქვს ამის ფუფუნება, არ ვიცი. იმიტომ რომ ყველაფერზე თუ კი აქამდე ევროპის ძირითადი სიმდიდრე საიდან მოდიოდა იაფ ნედლოუზე, ჩინურ ბაზარზე და ამერიკულ უსაფრთხოებას. ეხლა ყველაფერი ამერიკისაა. ევროპაში. ყველაფერი. თან ამერიკის ისე რომ ამერიკა იძახის რომ თუ არ გადამიხსნით არაფერს არ მოგცემთო. ნუ პრაქტიკულად ებრძვის ხო ეკონომიკურ ბრძოლას ომს უცხადებს. მაგრამ ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით რუსეთთან დგება ეგ საკითხი, რომ წყნარად თუ შემოვიდა ჩინეთი შეიძლება
რუსული ინტერესები მიჯერყნოს, ასე ვთქვათ. ამისთვის რუსეთს ჭირდება აქ ხელისუფლების შეცვლა. უფრო ვიდრე ნებისმიერ სხვას. იმისთვის რომ რუსეთი დაიგულოს, აი თქვენ ბრძანეთ რომ შეიარაღება ამერიკის არის. თუ რუსეთის იქნება შეიარაღება არ აწყობს ევროპას. ევროპა ესეთი დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის, რომ ეგეთი გადაწყვეტილება. ადრე ქონდა. ხისტი გადაწყვეტილება ადრე ქონდა. გახსოვთ ერთ დროს საფრანგეთი და გერმანია იძახდა, წავიდეს ამერიკა თავის კონტინენტზე, დაგვტოვო საქო და როგორც კი წავიდოდა ამერიკა თავის კონტინენტზე და რუსეთი ძალიან გულშემატკივრობდა მაგიდიას. იმიტომ რომ როგორც კი წავიდოდა ამერიკა, რუსეთი შედიოდა უკვე როგორც ბირთვული სახელმწიფო. ძლიერი ბირთვული სახელმწიფო. მაგრამ ეს არაერთხელ ყოფილა სოფლიო ისტორიაში მცდელობა. ჰოსჰაუფერის და სხვაებიც იძახდნენ ალიანზე, ხო? ბერლინი, მოსკოვი, ტოკიოს ალიანზე იძახდნენ. მაგრამ პრაქტიკაში არასდროს არ გახორციელებულა ესეთი რაღაც. რომელი? ესეთი ალიანსი. რატო არა? აბა როდის განხორციელდა? დაუშვათ რუსულ-ევროპული? თუ რომელს გულისხმობთ? ნუ დასავლეთ ევროპულ რუსული უფრო კონკრეტულად ეს მას შემდეგ რაც შეერთებული შტატები გამოჩნდა ევროპის კონტინენტზე. მეორე მსოფლიო ომი არა? მეორე მსოფლიო ომი კი ბატონო. არა მე ვამბობ ბერლინი ვიგულსა ბერლინი, მოსკოვი და ამ შემთხვევაში ტოკიოს მაგალითად პეკინი რო ვთქვათ. უკრაინის კრიზისი რო დაიწყო, მაკრონი და შოლცი პუტინთან გაიქცნენ. რატო? იმიტომ რომ თვლიდნენ და არც საფუძვლოდ რომ ისინი უფრო კომფორტულად იქნებოდნენ თუ მოელაპარაკებოდნენ პუტინს. ეს აჩრდილი რუსეთის აჩრდილი ევროპის წინაშე ყოველთვის რთული მოვლენაა. მეორე მსოფლიო ომის მერე. გერმანიასაც აქვს შიში და საფრანგეთსაც. მაგრამ მეორე მხრივ უარესი მდგომარეობა შეუქმნა ამერიკამ სუვერენიტეტის თემაზე. და გაიხსენეთ ახლახანს მაკრონი მას გამოაცხადა და მერე უკვე შარლ მიშელმაც რომ სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, იგულისხმებოდა ამერიკის მხრიდან სუვერენიტეტის ხელყოფა. ისე რომ ეს პროცესები, ანტიამერიკული პროცესები მიდის ევროპაში. რისი მკაფიო ანარეკლიც არის დღევანდელი მდგომარეობა. ამერიკაში გაიმარჯვა ტრამპმა და ევროპაში აიწია ლიბერალებისზე ორიენტაცია. არ აყვნენ ჯერჯერობით ტრამპს. ხო ფაქტი. ნუ ხო დასავლეთში, მაგრამ მაინც მოძლიერდნენ მემარჯვენეები. ძლიერდებიან, პროცესია, მაგიტომ ვიძახი. ჯერ ძალიან ადრია ან ერთის გამარჯვება, ან მეორეს. ორივე იბრძვის და კი ძლიერდებიან, მაგრამ რითი დამთავრდება ეგ ბრძოლა ჩემთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში ის რომ აღმოსავლეთ ევროპაში ცოტა ანტისისტემური ძალები ორბანი, სხვადასხვა ფიცო, სხვადასხვა ისინი ყოველ შემთხვევაში თუ არ ძლიერდებიან, იმყარებენ საკუთარ პოზიციებს. ეს ფაქტია, იმის მიუხედავად, რომ ახლა პრინციპში ერთნაირი პროცესის ვხედავთ ჩვენ საქართველოში, სერბეთში და ასე შემდეგ, ხო? აი ამ ფონზე მოდის საქართველოს დაუბრუნდეთ. საქართველოში ამ ფონზე მივიდის უკვე რამდენ დღიანი აქცია რა თვეზე მეტია, ხო? კი გას. აქცია მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში ახლა მე ეს შეკითხვა მაქვს. რა უნდათ, აი საბოლოო ჯამში რო ჩამოვთვალოთ, რა უნდათ, ცოტა გაუგებარია ჩემთვის. აქციის მონაწილეებს. მონაწილეებს? იმიტომ რომ გასაგებია მათ უნდათ რომ რაღაცა ეს საგარეო პოლიტიკური კურსი რომელიც ეხლა ცოტათი გადაიხედა, თქვათ, უფრო სუვერენული გახდა, უფრო
მომენტზე მორგებული გახდა, სიტუაციური გახდა, ვიდრე ეს იყო აქამდე, მაგრამ ეს რატომ არის ცუდი, რატომ არის ტრაგედია? არა გვაქვს პასუხი ამაზე. ტრაგედია არის მათთვის და Facebook-ში ვნახეთ, რომ ლამის გინება არის, ხო? ტრამპის და მასკის. მათთვის არის ცუდი. ისეთ მე შეიძლება ვსწები და გამეხარდება თუ ვსწები. მე ეჭვება, რომ აქ პატრიოტული მოტივები იყოს. ქვეყნისთვის რა აჯობებს თქვენ მას ეაყენებთ საკითხს. ჯიბისთვის? ხო, არა, თუ ჯიბის ლოგიკა მოქმედებს. ხო, ხედავ შეერთებულ შტატებში რომ რა პროცესების მიდის. ვიდრე რა გადაიწყე რა და მოერგე ახალ რეალობას. არ ჩანს რომ ტრამპი იმარჯვებს. მაგიტომ ვერ ერგება. აქ ლიბერალებიდან ეს ნაკადი არსებობს. ალიანსი მეტნაკლებად არსებობს. ტრამპი რა ჯერტი რამდენად მოღონიერდება და მე ამათ მიმართ ოპოზიციის მიმართ რა პოზიციას დაიკავებს კაცმარიც. კაცმარიცის კი არა, დაახლოებით გასაგებია. ხო? აი ის რომ მასკის ფოტო კოლაჟში საქართველოს პროტესტი დაბრალდა ლიბერალებს, როგორც ბრალდება იყო, ხო? ეს ფოტო მასალა. ეს უკვე ნიშნავს, რომ შემდეგი რაუნდი თუ გაიშალა მსჯელობა, ოპოზიციისთვის არ იქნება სასურველი. ამიტომ მათ ურჩევნიათ ვისთანაც შეჩვეული არიან ურთიერთობას და დაფინანსებას, იმასთან გააგრძელონ ეს ურთიერთობა. ტრამპი მათთვის სახიფათოა. ეს რო იყოს უბრალოდ რაღაცა ესეთი მომენტი, მარტო პოლიტიკური, ეკონომიკური მომენტი, ხო? ჩვენ დღეს ხედავთ ასევე რაღაც განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, სადაც ოჯახის წევრებს შიგნით არის რაღაც დაპირისპირებები, საზოგადოება თვითონ გახლეჩილია. დიალოგი არ შეუძლია ერთმანეთში ადამიანებს. დიალოგის კულტურა გაქრა საერთოდ. მე და თქვენ დიალოგში არა იშვიათობა. კი. და აი ამ ფონზე რაღაც არაჯანსაღი მდგომარეობით ხვდებით მაინც. არაჯანსაღი მდგომარეობით ხვდებით. არსებობს იმის პოტენციალი ქართულ საზოგადოებაში, რომ აი ეს რაღაცნაირად გადაილახოს და რას ნიშნავს ამ ყველაფრის გადალახვა? აი პრაქტიკაში როგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფრის გადალახვა რა არის? ნუ მე იმ თაობას ვეკუთვნე, რომელსაც კომუნისტური პარტიის ისტორიას ასწავლიდნენ ბეჯითად და ჩვენ ვსწავლობდით, იმიტომ რომ გვაინტერესა გარდა იმისა, რომ სავალდებულო იყო, თავისთავად საინტერესო იყო, როგორ შეიქმნა ეს მახინა, მონსტრი. და მონსტრი შეიქმნა დაახლოებით ასე. სპეციალურად მივდივარ საბჭოთა კავშირში, რომ არ ეკარდა. იყო რევოლუციური განწყობები რუსეთში. გერმანიამ სჭირდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთს გაყვანა დაპირისპირებიდან დააფინანსა და ძალიან დიდ თანხებზე არის ლაპარაკი მაშინდელი მარკის კურსით დააფინანსა ლენინი თავის გარემოცვით და ჩასვა დაპლომბილ ვაგონში, დაბეჭდილი ვაგონი და ასე გამოატარა მთელი ფრონტი და ჩამოიყვანა პეტერბურგში. აბა და დააყენა პირდაპირ აღელვებული ხალხის წინ. ნუ პრაქტიკულად ესე იგი დამარცხებულმა უკვე თითქმის დამარცხებულმა გერმანიამ მოაწყო რევოლუცია. და შეიძლება აქ ჩვენთანაც უთქვას ეს არის დამარცხებული ძალები მაქვს პოტენცია რევოლუციის მოწყობის. რა თქმა უნდა, ხო და რაც თავარია, რა იყო რევოლუციის ერთ-ერთი რატომაც გავიხსენე. ერთ-ერთი მომენტი რევოლუციისა, ერთ-ერთი ლოზუნგი რევოლუციონერებისა
იყო რაც უფრო უარესი მით უკეთესი. ანუ რაც უფრო უარესი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი რევოლუციისთვის. აი ასე მოაწყეს. არეულობა, ქაოსი, ანარქისტებთან ურთიერთობა, ანარქისტების მიშვება წინათ, ასე მოაწყეს ეს რევოლუცია. და მერე თვითონ დაალაგეს. აქაც ქაოსი მზადდება. მე თვითონ დაალაგო. მერე თვითონ რო დაალაგო. თუ მიეცემათ საშუალება თვითონ დაალაგო. თუ არა და იყოს ქაოსი კაცო. თავარია დაფინანსება ვიცი იქნება. ამის ესე ვთქვათ, ამოცნობის რაღაც უნარჩვევები გამოიმუშავა ქართულმა საზოგადოებამ, იმიტომ რომ ერთხელ გადახდა სამოქალაქო ომი. არის პოტენცია მეორე სამოქალაქო ომის? ერთხელ სამოქალაქო ომი, რომელიც აგრეთვე არ იყო ჩვენი ომი რეალურად. იქ რუსეთი თამაშობდა. ანუ მანიპულაციური პროცესებია ძალიან ჭარბად. ქართულ სინამდვილეში როგორც ყველა პატარა ქვეყანაში ხო. დიდი ქვეყნები, იმპერიებით გარშემორტყმული პატარა ქვეყნებში ყოველთვის ეს იმპერიები თავის ხელებს აფათურებენ. ჯერჯერობით არ ამოქმედებულა ის ფაქტორი, რასაც ქვია უმრავლესობა. პასიურია. პასიურია ძალიან. ხო. კულუარულ საუბრებშიც კი ოპოზიცია აცხადებს, რომ ვიცით, რომ არ გაყავდა. ანუ იციან, რომ 1,200,000 მხარდამჭერი აი ამ მხარეს არის. ოღონდ ეს მხარე არის პასიური. არა ორგანიზებული, თეორიულად. მაგრამ ნახეთ, თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ მაინც საზოგადოებრივ დისკურს უმცირესობა, აქტიური უმცირესობა და სხვა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის მედია, როგორიც არის, რა ვიცი, ბოჰემა, როგორიც არის ჟურნალისტთა კლასი და ასე შემდეგ, ისინი ქმნიან. ჭარბი რეალობას უწოდებენ ხშირად. ჭარბ რეალობას უწოდებენ იმას, რაც ხდება. ეს ხო აგდებს გარკვეულწილად საზოგადოებას ნიჰილიზმში. ესეთი მდგომარეობა. კი. აი არის რაღაცა ცივი სამოქალაქო, ეხლა ხო ცივი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. გადალახვის რამოდენიმე რაღაც მოდელი, ხო? ერთი არის ძალადობრივი მოდელი, ხო? ერთი ის რეპრესიებით მთავრდება. არა რეპრესიული მოდელი არსებობს. მობეზრება. ანუ ნერვების თამაში უნდა იყოს, ესეთი ხანგრძლივი ნერვების თამაში? ნერვების ომი, ანუ სხვანაირად ნერვების ომს ეძახიან, ვის მობეზრდება. ეხლა მობეზრების ემაში არ ვიგულისხმოთ ის ძალადობაზე აქცენტი, რაც პოლიციაში ხდება. ეს უფრო მეჩვენება არის ეს აქცენტი იმისკენ, რომ პოლიციური ფაქტორი იყოს შემოტანილი, უფრო იმისთვის, რომ დესტაბილიზაციაზე რეფლექსი გამოუმუშავონ, რომ აქეთ, აი ისევე როგორც ეს მაშხალები აქტიურად რო ჩაახშეს, გაჩერდა მაშხალები, ხო? ეხლა შეიძლება რაღაცეებზე აქტიური ჩახშობის შემდეგ პროცესები გაჩერდეს და იყოს მარტო სეირნობა. აი იქამდე მიყვანა უნდათ, რომ მარტო სეირნობა იყოს. იმიტომ რომ სეირნობა თქვენ იკითხეთ, რომ ას ვერ ხედავ, მაგით დაიწყეთ. ის ადამიანები, ვინც სეირნობენ ყოველდღე, ისინი ხო ვერ ხედავენ აზრ. ხო, მაგრამ მათ ფინანსური, რატომ შეიძლება ხედავენ რაღაც მოტივირებულობა? ესეთი კი, თავთავისი მოტივი შეიძლება ზოგიერთებს ჰქონდეთ, მაგრამ ზოგიერთებს აი დიდი მასები რო შეიყოლიო, ამისთვის მარტო ყველა ხო ვერ დააფინანსებ. ხო. იქ შეიძლება ლიდერი დაფინანსდეს, ოღონდ იმ ლიდერს უნდა გაყვნენ. არ მიყვებიან ლიდერს. ხო, აი ისე იშვიათი მოვლენა, თუ ჩვენ პირველ სამოქალაქო ომზე ვისაუბრებთ, იქ აშკარად გამოკვეთილი ლიდერები არსებობდა. ხო. სიგუა კიტოვანი, იოსელიანი, გასამხედროებული ხალხი. დღეს ესეთი თითქოს დღეს თვითონ არა, თან იქით იყო გამსახურდია და ასე შემდეგ. ანუ
კაფიოთ ლიდერების დაპირისპირება იყო. და აქ თვითონ ისინი ამბობენ აქციის მონაწილეები, რომ ჩვენ არ ახავს ლიდერი. რას ნიშნავს ეს ჩვენ არ ახავს ლიდერი? ანუ რატომ არის ჯერ ეგ რატომ არის კარგი? და რას ნიშნავს ეს? ალბათ ნაწილობრივ ნიშნავს თვითონ ოპოზიციის დევალვაციას. ხო ხშირად მოგვისმენია ახალგაზრდების მხრიდან, რომ პოლიტიკა არ გვინდა, ჭუჭყიანია, ცუდია და ასე შემდეგ. ეს განწყობილება სისულელეებს აგეთ. ეს განწყობილება შექმნა ოპოზიციამ ძირითადად. ანუ ოპოზიციამ ვერ შექმნა მომგებიანი მათთვის ალტერნატივა. აი ოპოზიციას რო შემოეთავაზებინა საზოგადოებისთვის გამართული პროგრამების გარშემო მსჯელობა ესეთი აკადემიურ სტილში თავისი ლიდერებისა, ლიდერებიც ეყოლებოდა და მიმდევრებიც ეყოლებოდა. სასტვენის ხმაზე აყოლა, რამდენი შეიძლება აყოს. თან არნახულად დიდი რაოდენობის მოქალაქეები არიან, რომლებიც არ დადიან არჩევნებს. მეგონა 48-49% იყო, რომელიც არ დადის არჩევნებს. ანუ ეს არის ის მასა, რომელიც რაღაცას ელოდება, რომ ან ერთი მხრივ შეიძლება მისი ნაწილი ინერტულია, ვინც არ უნდა გამოჩნდეს, მაინც ინერტულად არჩევა, მაგრამ ნაწილი უბრალოდ გულაცრუებულია იმ პოლიტიკური სისტემისგან, რაც არის პარტიებისგან. ეს შეკითხვა, როდესაც ხარ ამერიკელი და უბრალოდ სოციოლოგიურად უყურებ, რომ აი ამდენი ადამიანი არ დადის. მე უნდა მოვაწყო აქ ხალხში გადატრიალება. მე ხონდა ვიმუშაო ამ ადამიანებისთვისაც, ხონდა შექმნა ესეთი პოლიტიკური ძალები. რატომ არ ხდება გარედან ესე ვთქვათ, იმის მობილიზება, რომ ახალი ისეთი პოლიტიკური ძალები შეიქმნან, რომლებიც უნარიანები იქნებიან იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც მათ უნდათ. ხო, რაც მათ უნდათ, ეგ საინტერესო დასმა საკითხის, იმიტომ რომ რა უნდათ, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არაა ჩამოყალიბებული თვითონ ევროპულ სტრუქტურებში, დასავლეთში. უნდათ ქაოსი, მაშინ მიიღებენ იმ ქაოსს. არც ოპოზიციის გამარჯვება არ უნდათ. ატყობთ, რომ არ არის არანაირი მუშაობა თვითონ ოპოზიციურ პარტიებთან იმაზე, რომ იყვნენ უკეთესები. რატომ? აი შეკითხვა მაქვს. თავარია რომ ატრიალდეს ქვეყანა. ხო, მაგრამ რაღაც ატრიალებას, რაღაც ხარისხი ხო ჭირდება, მაგალითად ჭირდება ის, რომ როგორც რაღაც პერიოდში იყო ავტომატიანი ადამიანები გადმოიბირო და შემხარეს იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეგ ერთი გჭირდება. შესაბამისად გჭირდება, რომ ამ იარაღიანებიან ადამიანებისთვის, ვინც ავტორიტეტი, ის გადმოიბირო. მე ბუნებრივად ესეთი ადამიანები გაშავდებიან საკუთარი ქმედებებით, მაგრამ რაღაც ელემენტარული ანიბანი არის გადატრიალების. რაც მოხდა სამოქალაქო ომში საქართველოში. ეხლა იგივე პროცესები არა არის. ის კი არა დაგიმატებს ახლა მე ტრიალებდი ხელისუფლების პარლამენტშიც ვიყავი იმ დროს და ჟურნალისტად 2013 წლის ვარდების რევოლუციის დროს. დადიოდა მაილსი ელჩი და მინისტრებს ეუბნებოდა შევარდნაძეს თუ არ გადააგდებთ არაფერი გეშველებათ. და მართლაც მინისტრებმა ზურგი აქცია შევარდნაძეს მარტო იყო მაგრამ. აქ მასაც ნაბიჯით არ გადაუდგიათ. დიდი ტრიბუნიდან იძახიან თან მსოფლიოს გასაგონად, რომ ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, ევროპას კარი დაეხურება. შიგნით სამზარეულოში არ მოქმედიათ. თუ გასაგებად ვამბობ. ეს მაილსის ამბავიც მე ცალკეული მინისტრებიდან მე გავიგე. თორე საჯაროდ გახმაურებული არ იყო. სუბტად მუშაობდა. სუბტად მუშაობდა მაშინ. ხო. ეხლა გახმაურებიდან იწყებენ და შიდა სამუშაოს არ აკეთებენ. ეს
ერთი ლოგიკა აქვს ამას. კორუფციის დოზა ხო არა ძალიან იმდენად მაღალი, როდესაც არ მიდის ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია. ამასთან ხო არა გვაქვს საქმე. და ხშირად არის ხოლმე, როდესაც ცენტრმა არ იცის რა ხდება პერიფერიაში. კი. ეგ მოდი ასე დავარქვათ. ბრძანების გამცემმა არ იცის რა ხდება იქ, რაზედაც უნდა გასცეს ბრძანება. ეხლა რომელი ცენტრია, რომელი პერიფერია, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ეგა მეფის პრობლემა, მაგიტო იყო ტყაპუჩისამდე და გადიოდნენ ხალხში, და ეგ არის ნებისმიერი იერარქიული ურთიერთობების პრობლემა. მაგრამ ხვდებიან მაგას ამერიკელები ან ევროპელები, გაითვალისწინეთ ერთი რეალობა თქვენ გაითვალისწინეთ ახლა მაყურებელმა უფრო ზუსტად, რომ ლამის 30 წელი დასავლეთი დღევანდელ დღემდე მოვიდა ისე, რომ გამოეპარა კონსერვატიზმის ნოსტალგია კონსერვატიზმის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტრამპის გამარჯვება ეს სიგნალი გააჩინა, არ ჩათვალეს სერიოზულად და ლიბერალებმა გააგრძელეს ისევე, როგორც იქამდე იყო. აი ეს თუკი თავიანთი მიზნების მიღწევაში უშვებენ ამ ტიპის შეცდომებს, რომ ვერ ხედავენ რა ხდება ადგილზე. ჩემი ქართლის მიზნების მიღწევაში გაითვლიდნენ იმას საქართველოში რა ხდება? ანუ მარტივად სხვა ენით რო ვთქვათ, მოხდა პოლიტიკური კლასის დეგრადაცია. მათი სტრატეგიული აზროვნების დეგრადაცია. გეთანხმებით? თან შემიძლია დაგიმატოთ, აუცილებლად უნდა მომხდარიყო. რატო? მე ინტრიგანიც ვარ, ინტრიგანობა. ფსიქოლოგობა. რადგან ფსიქოლოგიაში არის შესწავლილი სოციალური პროცესები. და სპეციალური ის არის, რომ აი გადაწყვეტილებაა მისაღები, ხო? ბევრმა ხალხმა უნდა დიდმა რაოდენობამ ხალხისამ უნდა პირველი კლასიფიკაცია ავტორიტარიზმის, დემოკრატია და სოციალური ჯგუფის კურტ ლევინის ფსიქოლოგიის გაკეთებულია. და იქ აღმოჩნდა და ასევე უამრავი რამე აქვს გაკეთებული. და დადგენილია, რომ ჯგუფური გადაწყვეტილება დიდი ჯგუფის ყოველთვის უფრო დაბალ ინტელექტუალურია ვიდრე ინდივიდუალური. ან ზედმეტად ფრთხილია, ან ზედმეტად გაბედულია. ადეკვატური იშვიათად. დემოკრატიის წყობამ შეიძლება მოგცეს ხელისუფლების საუკეთესო სურათი? აქ შეიძლება მეორე გითხრას, რომ აქ დემოკრატიის პრობლემა კი არა, ის არის, რომ ოლიგოპოლია შეიქმნა ამერიკაში. ეგ აღარაა დემოკრატია. სხვათა შორის თვითონ დემოკრატიის ინდექსითაც შეერთებული შტატები ახლა შეგიძლიათ ნახოთ, ყველაფერი გადაამწოს იმას ვეუბნებებს. მაყურებელს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასრული დემოკრატიაა. კი. არასრული დემოკრატიაა. ეს არ არის პატარა ევროპული ქვეყნები, ხო? როგორც სკანდინავია სრული დემოკრატიული ქვეყნებია და გერმანია სრული დემოკრატიული ქვეყნად ითვლება. ამერიკა არ არის ესეთი. და ვერც იქნება დიდია ძალიან. და ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ესეთ სისტემაში არსებობს ძალიან ისეთი რამ, რომ საერთო ინტერესებზე მეტად კერძო ინტერესები, როდესაც დომინირებს, კერძო კორპორაციული ინტერესები, როდესაც დომინირებს, კორპორაციას აქვს ერთი მინუსი, ის ვერ ხედავს ძალიან სურათს, ის ხედავს მის ინტერესებს, ვერ ხედავს კი არა, ფეხებზე კიდე, ხო. ჩვენთანაც დაახლოებით ესე მოხდა, რომ ესე იგი იმის მიუხედავად, ეხლა რომ დინამიკაში შევხედოთ ქართულ ოცნებას 2012 წლიდან. აბსოლუტურად ყველაფერს, თითქმის ყველა მოთხოვნას
შეერთებული შტატები ან იქნებოდა თუ ევროპისგან ასრულებდა. ყველა რეკომენდაციას ცდილობდა რომ შეესრულებინა. ყოფილიყო რაღაც სამაგალითო ნიმუში, ცდილობდა რომ ინტეგრირებული ყოფილიყო. არ მიიღეს. პარამეტრები სიცავდა და რა. ჯობნი საქართველოს ჯობნის ყველანაირი პარამეტრით, როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, ისე ბევრ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. ამის მიუხედავად ეს პარამეტრები უსვათ ხრება, თუ ეს ჯგუფი არ არის ინტეგრირებული იმ კორპორაციაში, რასაც ლიბერალური რაღაც კორპორაცია ქვია. იმათ რო არ შეეშინდეს ტერმინების მოყურებელს, იმათი კამპანიის წევრი არ არის. რას გამოიხატება? არაკეთებს საქართველოს იმას, რაც იმათ უნდათ. უშო. და არაკეთებდა ისე მაყურებლის საყურადღებოდ თორემ თქვენ გეიცეთ, არაკეთებდა რამდენიმე საქმეში საქართველოს სიჯიუტე გამოავლენა რამდენიმე საქმეში. ჩინეთთან იქონია ურთიერთობა, ამერიკამ უთხრა, ესენი ჩინეთთან დაამყარეს ურთიერთობა. იქ რაღაც ამერიკამ მაშინდელმა ბაიდენის ამერიკამ გამოაცხადა ემაზე მეორე ფრონტთან დაკავშირებით უთხრეს უარი. ბაიდენის ამერიკამ შესთავაზა ინტენსიური კონტაქტები ლიბერალებთან უთხრეს უარი და შევარდნენ კონსერვატორებში. ესე იგი სამი ნიშნულოვანი საკითხზე გაჯიუტდა. გადასაგდებია ოცნება აპარა არის. არა? კი, მაგათი თვალსაჩინო ალბათ ხო ეგრეა. აქ არის ერთი ესეთი მომენტი. ეს მომენტი არის, როდესაც შენი რა სტრატეგია უკვე მრავალ რეგიონში წარუმატებელია. იმ პოლიტიკასაც შენ აწარმოებ. წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენგან უფრო შორს, მაგრამ ავღანეთში წარუმატებელი აღმოჩნდა უკრაინაში, წარუმატებელი აღმოჩნდა მოლდოვაში, წარუმატებელი აღმოჩნდა სომხეთში. და მაგალითი ამ ბოლო პერიოდში წარმატების მაგალითი აღარ აქვს. იმ დროს, როდესაც შენ ხედავ, რომ ჩინეთთან ვის დაახლოვდა. საკმაოდ ბევრი სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა დაიწყო რაღაცა მეგა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროექტების ესე იგი პროცესი ამუშავება და გაჩნდა წარმატების სხვა მოდელი. არა დასავლური წარმატების სხვა მოდელი გაჩნდა. რამაც გამოიწვია ესეთი არალიბერალური. იმიტომ რომ ეჭვმაქ რომ კონსერვატორების გაძლიერება დადებს უფრო გამართულ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება სუვერენული პრინციპების გატარებას. აი ამ ეს ცოტა პროვოკაციულ შეკითხვას დავსვა. აი ამ პროცესში ზოგადად მიმართება ევროკავშირთან მიმართებაში. რამდენად ადეკვატურია ამ რეალობიდან გამომდინარე რა რეალობაში დღეს ჩვენ ვიმყოფებით. იმას ვკითხულობ, რომ ეხლა იმ რეალობაში სადაც ვართ, სადაც ითქვა, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი არ ფართოვდება, ეს ითქვა. როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ უსაფრთხოების პრობლემა თვითონ ევროკავშირს უდგას, ჯარი არ ახავთ. რამოდენიმე სახელმწიფო, ესა ფინეთი, ეს არის პოლონეთი და საფრანგეთი. დანარჩენს ბრიტანეთს არ აყავს ჯარი. შესაბამისად, არა თუ ეკონომიკურ გაფართოებას თავი დავარებოთ, უსაფრთხოება არ მოდის ევროპიდან. და მაშინ როცა საფრთხე მოდის რუსეთიდან. საკმაოდ რეალური. და ლოგიკური მომენტია, რომ გამანეიტრალებელი ამ შემთხვევაში ჩინეთი გვევლინება. იმიტომ რომ რუსეთი დამოკიდებულია ახლა ტექნოლოგიურადაც და ეკონომიკურადაც. ეს ლოგიკა ხონდა მივიდეს ქართულ ადამიანამდე და როდესაც ამას ეწინააღმდეგებია. ანუ ეს უცოდნიერობით მოგდის თუ სხვა რაღაცის ბრალიც არის. რომელსაც თქვენ აყენებს, ხშირად გამჩენია ბუნებრივი არის, მაგრამ მე ვცდილობ რომ ლოგიკა იპოვო რა, პირდაპირ არავინ ამ. მე მგონი ერთადერთი ლოგიკა ადრე, ეხლა არ ვიცი რა სიზამენ, ადრე იყო ის, რომ არ უნდათ ქვეყნების, არ უნდათ იმის თქმა, რომ მე ვარ ამის წინააღმდეგი და ამის მომხრე. მაგრამ ეხლა უკვე deep state-ზე წავიდა ლაპარაკი და არ წავენ თავში ლიბერალებს.
დასამალი აღარაფერია, მაგრამ დაალაგებენ და აწყობენ თუ არა ის რიტორიკას, რომ ადამიანები მიხვდნენ რა ხდება, აი ეგ არ ვიცი. იმიტომ რომ PR-ში ცოტა მოვიკვეწლებთ. მიზეზი რა არის? PR-ში რომ მოვიკვეწლებთ, აი წმინდა პოლიტიკური კულტურაა დაბალი. აი გაიხსენეთ PR-ი ვის ქონდა სპონტანურად PR-შიკები ვინ იყვნენ? ზვიადი, მერაბიცკი, რომელიც დიდი რიტორი არ იყო, მაგრამ იცოდა რა, როდის რა ეთქვა და ასე შემდეგ. ანუ პოლიტიკურ ბრძოლაში გამოცდილი ადამიანები. ხო, წინა პლანზე წამოვიდნენ ცოტა ტექნარი ტიპები და არა ქარიზმატული ტიპები. ეს ჩანს ჩვენ პოლიტიკაში ჩანს. არა მარტო ერთი მიმართულება, ორივე მიმართულებით. რამოდენიმე წლის წინ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ნუ PR-ი კარად თქოდა ათვისებული სააკაშვილს. კი. შევადაროთ ხაბეიშვილი, ამელია PR-ის თვალსაზრისით სააკაშვილს, ხო? ყველანაირად ჩამოვარდებიან. რა თქმა უნდა. Und სააკაშვილის PR-მა კარგი ნიადაგიც პოვა. იქ სააკაშვილში დაინტერესებული იყო ერთდროულად ამერიკაც და რუსეთიც. აქ ეგრე არ არის. ახლა არავის არ აქვს მასეთი მიზანი. ნუ მაშინ ბუში ტყუილა კი არ ჩამოვიდა თბილისში. ბუში, ამერიკის პრეზიდენტი. ეგ იყო ძალიან დიდი PR-ი და ეგ იყო ძალიან დიდი, ესე იგი, აღიარება ხელისუფლების მაშინდელის. ხო. და იმანაც შემთხვევით არ გააკეთა ეგ აღიარება, თვითონაც ჭირდებოდა, რომ მაგალითი ყოფილიყო, რომ აი ვარდების რევოლუცია რა კაი რამეა. იმიტომ რომ აქ რაც თქვა თბილისში, ამ რევოლუციებით ავღანეთამდე გავალთ. ახლა რაჭკუის იყო ბუში, მიხვდით, რომ ვარდების რევოლუციით აპირებდა ავღანეთამდე გასვლა. ხო, ისე რომ ეგ მოდელი რაც ჩვენ გვაქვს და ხშირად რომ პოლიტიკაში ვინც არიან, ჭკვიანები არიან, უფრო ლოგიკურად მუშაობენ. მით უმეტეს უცხოურ პოლიტიკაში ვინც არიან, არიქა იმათ არიციან? არიციან. და ეგრეთ წოდებული PR-შიკები ვინც არიან, ისინი სუსტებიანენ თუ არ იყენებენ უბრალოდ როგორ გონიათ? იცით რა, PR-ის გამოყენებას აქ ერთ თავისებურება იყენებდა მაგალითად ჟვანია სააკაშვილი თავის დროზე, ოღონდ საერთოდ არის ერთი სპეციფიკა. PR-შიკი არ შეიძლება ჩამოიყვანო ჯერ ერთი უნდა ესადო სხვა ქვეყნის არ იყოს, იმიტომ რომ სპეციფიკა უნდა იცოდეს. საკუთარი მოსახლეობის სპეციფიკა, კულტურა. ეგ ერთი რუსებმა გააკეთეს, ჩამოიყვანეს ამერიკელები, ოღონდ დაუსვეს გვერდით რუსები. ისე რომ აი ეს უცხო კულტურის მოვლენა მოხსნეს. იმიტომ რომ არ ესმის სხვა კულტურა რა ჩამოსულ. იმიტომ კი არა რომ რაღაც საიდუმლოებები გასკდება, თუმცა ეგიც არის. მაგრამ კულტურა არ ესმის, საიმისოდ რომ მიხვდეს მასე იყო ჩვენთან PR-შიკმა ურჩია ერთ-ერთ პარტიას ლიდერზე, რომ ეს არის ბიზნესმენი, და მთელი თბილისი დებოდა სიცილის, ხო? ისევე როგორც PR-შიკმა ურჩია სალომეს არჩევნების დროს, სალომეს სახელი და გვარი მიეწერა სხვადასხვა სურათებისთვის. ისე ვკდებოდა ივანიშვილს, რომ სალომეს სახელი ეწერა და სხვა იყო გამოსახული, ბიძინა ივანიშვილი და ქართული ცნობის. იმიტომ რომ კულტურა გაქვს სხვანაირი. ის რაც იგჭირეს, აქ არ ჭირს. აი ბოლოსკენ მივდივართ და ერთ თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. და თქვენ ახსენეთ არაერთხელ კონსერვატიული რაღაც შემოbrunება. კონსერვატიზმისადმი ნოსტალგია. ზოგადად, აი თანამედროვე კონტექსტში, მე არ ვიძახი, ახლა მე-19 საუკუნეში სხვა იყო კონსერვატიზმი. თანამედროვე კონტექსტში და განსაკუთრებით ქართულ კონტექსტში. რას ნიშნავს ეს კონსერვატიზმისკენ შემოbrunება? რა არის ეგ რეალურად? კონსერვატიზმის მაშინ თუ რა არის ზოგადად იდეა? არა, ზოგადად არ მგონია. კონკრეტულად აი ამ რეალობაში რას ნიშნავს გაკონსერვატორება მართველი კლასის, რას ნიშნავს ზოგადად ლიბერალიზმისგან დაშორება?
ლიბერალის კონცეპტუალურად გლობალიზაცია არის ლიბერალიზმის ერთ-ერთი გამოვლენა, ხო? გლობალიზაცია ხო ნიშნავს, რომ ადგილობრივი კულტურები უნდა ჩაქრეს. აი რაც კომუნისტებთან იყო რა. იგივე ხაზი მიდის. ადგილობრივი კულტურები უნდა ჩაქრეს, რომ ერთი ზოგადი კულტურა იყოს. ამიტომ ადგილობრივ ეკლესიას, ადგილობრივ სქესი რამდენია და ამ ტიპის საკითხებს ლიბერალიზმი ურტყავდა და საკმაოდ ეფექტურად. ფაქტია, რომ ევროპაში გააქვს ეგ ტენდენცია. კი. აღმოსავლეთისკენ და ჩვენ უფრო აღმოსავლური ოფოფები გვაქვს, აღმოსავლეთისკენ არ გამოდის იგივე. იმდენად უცხო რამეებს თავაზობს ლიბერალიზმი. და იმდენად მოხერხებული ლიბერალიზმიც არაა, რომ დაფიქრდეს, აბა ქართველი იქნება თუ ჩინელი თუ ავღანელი, იქნებ მიხვდე იმას რა უნდა და როგორ გადმოვიბირო ჩემსკენ უფრო ეფექტურად. ძირითადად გადმობირება ხდება ფულით და არა კულტურით. და მერე იმას ვიღებთ, რაც თქვენ უკვე ჩამოთვალეთ. იქიდან გამოქცევა, იქიდან ეს ანუ მარცხიანი ნაბიჯები გადადგა ლიბერალიზმს. უფრო კონკრეტულად ვთქვათ, ეს იქნება თუ არა რაღაცა დემოკრატიის კრიზისი. თუ ეს პირიქით ეს იქნება რომელ დემოკრატიას გულისხმობთ? ანუ რაც აქამდე გვესმოდა. საარჩევნო, არა, იქ ხო იცით, საარჩევნო დემოკრატია და შიდა ურთიერთობების დემოკრატიზაცია. ურთიერთობების დემოკრატიზაციას ვსაუბრობ. ხო. საარჩევნო დემოკრატია ყველგან არის პრაქტიკულად, შიდა ურთიერთობების დემოკრატია მე მგონი გვექნება. იმიტომ რომ ეგიც ჩვენი ტრადიციაა. არ დაგვავიწყდეს მართლა რომ თავადები მოითხოვეს კარავით ამ არისგან, ხო? ანუ როცა ლიდერობის ტენდენცია ძლიერია, ის ლიდერები აიძულებენ ხელისუფლებას გახდეს უფრო დემოკრატიული. ლენჩების საზოგადოებაში დემოკრატია ვერ იქნება. იქნება, რაც გვაქვს დავუშვათ ტიპიური რუსული ისტორია, ხო? ავტორიტარიზმის ისტორია. როგორც კი აქტიური ხდება პირდა ამერიკული ისტორია. მეებით თოფით და იარაღით რომ იყო ყველა შეიარაღებული. იმათ გააკეთეს დემოკრატია. სწორედ იმიტომ რომ არ დათმეს თავიანთი უფლებები. ამიტომ მგონია რომ დემოკრატია გვექნება. ორმასი მადლობა. პირიქით. ამოგვეწურათ რომ იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. ჩვენ შევეცადეთ, შევხედოთ როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკას. იწყება ახალი ეპოქა. და ამ ეპოქაზე უნდა ვიმსჯელოთ. უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ ადგილზე ამ ეპოქაში. და ამ ჯელობაში საინტერესო როგორც ფსიქოლოგის, ისე პოლიტოლოგის, ისე სოციოლოგის აზრი. მოკლედ, გაწერეთ კომენტარები, იყავით აქტიურები. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.